ბიძინა ივანიშვილმა ეს სივრცეც მეტნაკლებად აქცია ვაჭრობის სივრცეთ, ასე ვთქვათ. უბრალოდ უნდა რომ საბოლოო ჯამში ასე აქციოს, რატომ? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც ბიძინა ივანიშვილს სურს და ნებისმიერი მიმართულებით სწორედ ამას იყენებს ნებისმიერ მიმართულებას, ეს არის გამოივაჭროს აღიარება, ის რაც არ აქვს და ლეგიტიმაცია და ახლა განათლების სისტემას გარდა იმ ყველაფრისა, რაზედაც ვილაპარაკებ დანარჩენ ამ მომდევნო პერიოდში, გარდა ამისა, ცდილობს რომ ამ მიმართულებითაც გამოიყენოს და ეს სწორი კითხვაა პრინციპში, სად არის სივრცე, სადაც ეს დიალოგი მიმდინარეობს, იმიტომ რომ მიმდინარეობს დიალოგი, მაგრამ ეს არ არის ფორმალური ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს შეხვედრები ჩაატარეს, მაგრამ ამ შეხვედრებიდან არაფერი საკეთილდღეო პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის არ გამოუტანია არავის. ყველაფერი გადაწყდა რაღაც არაფორმალურ სივრცეებში, ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, რომ აი ესე რაღაცნაირი გარიგების შესაძლოა ამაზეც იყოს საუბარი და რაღაც რა თქმა უნდა ამის დოკუმენტების წარმოქმნა იქნება შეუძლებელი, მაგრამ ერთგვარი შემოთავაზებები, რომ აი გვაღიარეთ და რაღაცას დაგითმობთ, აი ამ ფორმატში უნდათ რომ გადაიყვანონ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გახლავთ, აქ არავის აინტერესებს, მე გულისხმობ ხელისუფლებას არავის აინტერესებს განათლების ხარისხი, რაზედაც ქალბატონმა კეთიმ მათემატიკური სიზუსტით დათვალა ის პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში აისახება, რა თქმა უნდა, ხარისხში, იმიტომ რომ შეუძლებელია, მაგალითად, მე უნივერსიტეტში ვასწავლი, მყავს ჯგუფი და უცბად რაღაც 1 წელს, აი 28-29 წელს უნდა მითხრა, რომ უნდა ასწავლო არა 20 ადამიანს, არამედ უნდა ასწავლო 40 ან 50 ადამიანს. ანუ ამას რატომ მანამდე წლების განმავლობაში გიმცირებენ ამ შესაძლებლობებს, უნივერსიტეტს უმცირებენ ინფრასტრუქტურულ რესურსებსაც და მე უცბად ერთიანად დაახვავდება თავზე 100,000 სტუდენტი. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ამიტომაც ვამბობ, აქ არაფერი გათვლილი არ არის, ესეთი სპონტანურად მოქმედებენ, ანუ შემოაგდებენ რაღაც თემას, მე ნახავენ რა არის თეორიულად რამ შეიძლება საზოგადოება გააბრაზოს და მე რაღაც ამ გაბრაზების სანაცვლოდ რაღაც ნაბიჯს დგამენ ისეც როგორიც ახლა თქვენ ვილაპარაკეთ წმინდა წყლის პოპულისტურის, მაშინ როდესაც ახლა აი მე მშობელი ვარ, რომლის ჩემი შვილი ახლა აბარებს და ჩემი შვილმა ახლა არ იცის ჯერ კიდევ რა კონკურენციაში უნდა შევიდეს, სად ჩააბაროს, რა უნდა შემოხაზოს, სად რამდენი ადგილი გამოცხადდება და ასე შემდეგ. აი მაგალითად მე და ქალბატონი კეთი ვსაუბრობდით, კიდევ ერთი წინააღმდეგობის წინაშე ვდგავართ, წლევანდელ წლამდე, ანუ შაშანდელი წლის ჩათვლით, აბიტურიენტებს შეეძლოთ შემოეხაზათ როგორც სპეციალობა, ასევე ფაკულტეტიც, რომელზეც შედის ეს სპეციალობა, მაგალითად კულტურის კვლევების მიმართულების წარმომადგენელი ვარ მე, რომელიც შედის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს. ანუ ადამიანებს შეეძლოთ შემოეხაზათ კონკრეტულად კულტურის კვლევებიც, ჩამონათვალში და ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიც. ახლა რა ვისაუბრობ ამაზე, ამის გაკეთების უფლება აქვთ თუ არა? ანუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს მთლიანობაში შემოხაზავს თუ არა? და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ნახეთ? საბოლოო ჯამში ყველაფერი მედის იმისკენ, რომ შეიზღუდოს სტუდენტებს შეუზღუდონ არა მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, ანუ მობილობის ეს მხარე, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ საზღვარგარეთ წავიდეს, არამედ შიგნით, ფაკულტეტის შიგნითაც მობილობის შესაძლებლობას უკარგავენ. ანუ რას ვგულისხმობ? მე დაუშვათ ვარ სტუდენტი და გადაწყვეტილი მაქვს გამორიცხვის მეთოდით, გამორიცხე რომ არ მინდა საბუნებისმეტყველო დარგი, რაღაც არ ვიცი მათემატიკა და ამიტომ ჩემი საქმე არის ჰუმანიტარული სოციალური მეცნიერებები. და ისტორიით ვაბარებ, ესე მარტივად რომ ავხსნათ, ეს მაძლევდა საშუალებას, რომ არ დამეკონკრეტებინა ჯერ და მეცადა ფაკულტეტზე ჩამებარებინა, პირველი წელიწადნახევარი გამევლო შესავალი კურსები, მომესმინა სხვადასხვა ფილოსოფიის შესავალი, არქეოლოგიის შესავალი, ენათმეცნიერების შესავალი, კულტურის კვლევების შესავალი და ამის მიხედვით მიმეღო გადაწყვეტილება, რომელი სპეციალობაზე დამეზღვია ჩემი არჩევანი. ეს არის თავისუფალი არჩევანი, იმისაც რომ საბოლოო ჯამში მიმეღო გადაწყვეტილება. განათლების სისტემის მთავარი მიზანი მხოლოდ სოციალიზაციაა და იმაში ხელშეწყობა, რომ ადამიანებმა საკუთარ თავში აღმოაჩინონ ნიჭი და სურვილები დაამტყვრიონ ერთმანეთს. იმისათვის რომ რეალიზაცია მოხდეს სწორად და მივიღოთ ჩვენ შემდგარი და ის რასაც ჭკვიანი ადამიანები, რისი გულისთვისაც მთელი სამყარო იბრძვის, ხო? ეს აღმოსავლეთის ქვეყნები იქნებიან თუ დასავლეთის ქვეყნები. ყველა ცდილობს ნორმალური ქვეყანა, რომ ჭკვიანი ადამიანები იყვნენ უფრო მეტნი. და ამ ჭკვიანი ადამიანებს რას გულისხმობს ეს? აი ეს სწორედ ხელშეწყობა იმაში, რომ ამ თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობით მიაღწიო საბოლოო ჯამში იმას, რაც შენ გინდა. აი ამას ზღუდავენ, ანუ წელს არ ვიცით, თუ კი საუბრობენ იმას, რომ
მკაფიოდ გამოყვეს კვოტები, მაგალითად ისევ დავაზუსტებ კულტურის კვლევათა ინსტიტუტს ჩვენს მიმართულებას დაუწესეს 25 ადამიანი. ანუ ჩვენი კვოტა არის 25 ადამიანი. თუ კი არ მოგცემენ ახლა საშუალებას, უпростоრად აბიტურიენტებს არ მისცემენ საშუალებას, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აირჩიონ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ 25 ადამიანზე მეტს. ეს არის შეზღუდვა. მეორე პრობლემა ისე, რომ ესე იგი სადღაც 2 წლის თავზე 29-20 აი იმ წელს, ანუ მე უკვე მომთხოვენ, რომ მივიღო იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მანამდე ვასწავლე. ანუ თუ არსებობს რაღაც დათვლა, რომ 25 ადამიანზე მეტი არ ჭირდება წელიწადში კულტურის კვლევების მიმართულებით ადამიანი, რომელიც დიპლომს აიღებს, მაშინ იმ დროს რატო ჭირდება? აი რა გაჩნდება? ამიტომ ვამბობთ, რომ ერთი არის ბოროტება, რომელიც მიზანმიმართულად მიმართულია იმისკენ, რომ ინსტრუმენტად აქციონ უნივერსიტეტების დამორჩილება, როგორც სტუდენტის, ისე პროფესორ-მასწავლებლის და მეორე არის ამ ადამიანების არცოდნა, უპასუხისმგებლობა, ანუ რას გულს არანაირი კვლევა არ არსებობს, კითხვებიც კი არ დაუსვათ. ამ ადამიანებმა არიციან განსხვავება ფაკულტეტსა და სპეციალობას შორის და იმიტომ გაიხლარდნენ. ამაში თავიდან როდესაც განაცხადეს ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, რეალურად ისინი უნდათ რომ იგულისხმათ ერთი სპეციალობა, ერთი ქალაქი, მაგრამ ეს ასე არ გამოუვიდათ. ბევრი მიმართულებით არ გამოვიდათ. მაგალითად, არ ვიცით ჩვენ ილიანის რასაც უტოვებენ ასე ვთქვათ, მასწავლებლების გაზრდის შესაძლებლობას უტოვებენ, ხო? შეიძლება თუ არა იმ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს მაგისტრატურაში სხვაგან ჩაბარება, თუ ამის უფლებას მიცემენ, მაშინ ირღვევა ეს ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის სტრუქტურა. რატო? იმიტომ რომ ჩააბარებს ადამიანი ილიანში, მაგალითად, ისტორიის მიმართულებაზე, სადაც მასწავლებელიც გამოვა და მე გააგრძელებს მაგისტრატურაზე სხვაგან და მაშინ აზრს კარგავს იმას, რომ ილიანში სხვადასხვა სპეციალობები გააუქმეს თვითონ ამ პრინციპის საფუძველზე.